საღამოშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? სახლში ვარ და ყველა დაგპატიჟეთ. ერთი რამ მინდა გაჩვენოთ და მერე გითხრათ რა. აი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით დავპოსტე ჩემს გვერდზე. ესე იგი ეს ბიჭი რა, ვიტო ქვია ალბათ, ვიტო პოლოს სახელით არის Facebook-ზე და ყინწვისის მონასტერზე საინტერესო რაღაცას ხსნის, მაგრამ სრულიად შეცდომით. ესე იგი ამ ბიჭთან ახლა მე რა შევამჩნია, იცით, ეს ბიჭი არის გულანთებული რაღაცა უნდა რომ უთხრას ბავშვებს და კარგად უხსნის სხვათა შორის. მაგრამ არ ვიცი მე საიდან წაიკითხა ეს ინფორმაცია და სად ისწავლა რა. მინდა უთხრა რომ არის მცდარი ინფორმაცია რასაც ამბობს. ესე იგი თამარიო, გიორგი მესამე და ლაშა გიორგიო ამბობს რა და თამარი არის შუაში აი აქ ყინწვისის მონასტერში. ეხლა აქ არ არის ის კადრი, მაგრამ ამ ვიდეოს რო ნახავთ, მერე გაიგებთ. თამარი შუაშია, ლაშა გიორგი არის მის ხელ, ანუ მისგან ხელ მარცხნივ და გიორგი მესამე არის მისგან ხელ მარჯვნივ, თუმცა ეს ყმაწვილი პირიქით ამბობს და ასწავლის ბავშვებს სრულიად შეცდომით. კარგი. გარდა მაგისა, კიდევ შეცდომა არის ერთი. ესე იგი, ანგელოზი მიანიშნებსო დავითზეო და სხვა მეფეებზეო და ეს დავითიო არ არისო ის დავითი, რომელიც დავით აღმაშენებელიო, ეს არის ის დავითი, რომელსაც დავით მეფსალმონის უწოდებენო რა, ებრაელიო რა და ებრაელების შტოდანო რა და აი აქაც მინდა რომ ჩავასწორო, რომ ებრაელების შტოდან არ ყოფილა დავითი. და საერთოდაც გარეგნულად ეთყობა რომ დავითი თუ ეგ მართლა ის დავითია, რომელზეც თვითონ თქვა რომ ეს დავით მეფსალმონია, მაშინ ყოფილა ქართველი. პირდაპირ სახეზე აწერია ადამიანს, ხო? და ნახე როგორ შეადარა ამათო გავსო თამარიო რა, ჯერ ეგრეთ სულაც არ გავს და მეორეც ერთიც თამარი ებრაელი არ ყოფილა რა და ძალიან გთხოვთ რა, ეხლა ყველაფერს ებრაელობას ნუ მეაწერთ. გარდა მაგისა, ეხლა აი ებრაელებსა და ქართველებს შორის გასაყოფი ეხლა რა არის რა. ყველანი მოვდივართ ნოედან, ხალხო. ნოეს შვილები სემი და იაფეტი რო იყვნენ, ხო? სემიტები არიან აი ისინი, ვინც სემის სამომავლობაა და დაწყევლილი არის თავის მამისგან და იაფეტისგან მოდიან ეს ქართველი შტო და იცით რა არის, ამათ შორის შუღლია. ნახე როგორ დანომრეს და კლასებად დაყოს ადამიანები. ესე იგი, თუ დაცვეთავენ, წინა დაცვეთას გაუკეთებენ, ესე იგი, იგრძნობა ადამიანი, რომ არის სემის შთამომავალი, სემიტი, და თუ წინა დაცვეთა არ აქვთ, ესე იგი, ამათი შთამომავალი და ამიტომ აწვალებენ ადამიანებს. რა ეხლა, არც ერთ ბავშვს არ უნდა, რომ ზედმეტი კანი მოაჭრა ნამდვილად, ეს არის შოკი მათთვის რა და იცით რა არის? აი, უბრალოდ რა რომ დავუკვირდეთ რა, ყველა ებრაელი ხო არ ეთანხმება იმ ადათ-წესებს რა, რომელი ადათ-წესებით მათ კულტურაში უაზროდ წარმოიშვა, ხო? რაღაცა პოლიტიკური თვალსაზრისის ნიადაგზე წარმოიშვა. და ასევე ყველა ქართველი არ ეთანხმება იმ ადათ-წესებს, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა დროთა განმავლობაში და მე მინდა გითხრათ რომ აი ეს საკითხები გასარკვევი გვაქვს. მართალია ჩვენ ერთი კაცისგან მოვდივართ, ანუ დაძმანი ვართ უყველა, მაგრამ უნდა განსხვავება ის არის რომ სემიტების სამომავლობა არის, ესე იგი, როგორ დაიყვნენ ესენი, იცით? ნახე და რატომ იყო მნიშვნელოვანი რომ ეს სისხლი იმ სისხლს არ შერეოდა. ძალიან ადვილია ამის გარკვევა და გეტყვით, იმიტომ კი არა რომ ამათ რაღაც ხუშტური ქონდათ რა. ამათ ქონდათ ეს ინფორმაცია, რომ აი ახლა დღესაც ეგრე არის, დღეს უკვე მედიცინაში მეცნიერება გამოიკვლიეს, რომ ერთი სისხლი მეორე სისხლს ვერ ეთავსება როგორ ნახეთ, თუ კი ორსული ქალი, ხო? და მასში მყოფი ნაყოფი არის სხვა სისხლის, რომელიც შეიძლება იყოს მამისგან წამოსული, შესაძლებელია ეს ქალი ამ ნაყოფისგან დაიღუპოს და რატო? აი არ ეხლა დღეს ორსულობა არაფერს არ წარმოადგენს და შეუულებრად მიხვალ ამოგაჭრიან ბავშვებს, არაფერი არ შეეხება მისი სისხლის შენ სისხლს.
მაგრამ როდესაც იყო ეს საკითხი, რომ გაჩენის დროს ბევრი ქალი იღუპებოდა და მით უმეტეს როცა სხვა სისხლი შეერეოდა ანუ ერთი სისხლი მეორე სისხლს შეერეოდა, ხო? ის ნაყოფი მისი სისხლის შერევის შედეგად, ვთქვათ, თუ ნაყოფი დაიღუპებოდა მუცელში, ქალსაც მოკლავდა გესმის და რა თქმა უნდა ეს მეფეებს არ აწყობდათ, იმიტომ რომ თავიანთი გენს ძალიან უფრთხილდებოდნენ ესენი რა და არცერთ არ აწყობდა მეფის კარზე თავისი იანის ასე გარდაცვლა. ამიტომ იყო საშიში მათი შერევა. განა იმიტომ რომ აი რაღაც ეზიზღებოდათ და უბრალოდ ამას არ ამჟღავნებდნენ, ხო, ყველას ხო არ მოუყვებოდნენ, რომ ის სისხლი ამ სისხლისთვის საშიშია და ეს იცოდნენ განდობილმა რა, ეხლა მეფეებმა და იმის კარზე, ვისაც ინფორმაციები ჰქონდა, მაგრამ იმათმა არ იცოდნენ ეს ჩვეულებრივმა ხალხმა. ხო და მართალი რა არის, იცით მეგობრებო, ანუ ჩვენ არ გვაქვს სადაო, რომ არა მე მაინც და მაინც ებრაელი ვარ, არა მე მაინც და მაინც ქართველი ვარ, ჩვენი მამა იყო სულ ყველასი, აი ყველას მამა იყო, საბოლოოდ ნოე, ხო ესე გამოდის, არა? ეხლა წერილების მიხედვის თანახმად, ნოე იყო კაცობრიობის მამა, ვინც მერე ამ დედამიწაზე დარჩა. ესე არ არის? სადაო აქ არაფერი არ არის, მაგრამ სადაოს ქმნის რაღაც საზოგადოება. არ ვიცი რისთვის აწყობს, არ ვიცი რატო აწყობს, არ ვიცი საიდან ვისრა ვინ შეერია, იყვნენ ეს უცხო პლანეტელები, უცხო ტომეული, აი გასარკვევია რა ხდება საერთოდ აქ და საქმე იმაშია, რომ აი როცა ჩვენ კვლევითი იმაში ვართ, კვლევის პროცესში ვართ, ხო? მით უმეტეს თუ ახალგაზრდებს ვასწავლით ფრესკებზე, თუ არ ვიცით, არც უნდა ვთქვათ, მაგრამ თუ ვიცით, ეხლა შეცდომით გვისწავლია, მაშინ მე გეტყვით, რომ ესე იგი ისტორიაში შეცდომით ასწავლიან, ეხლა ლაშა გიორგიზე რო იტყვი, გიორგი მესამე იყო და თამარის მამა იყო და თამარზე ახალგაზრდად გამოიყურება, თვალები მაინც ხო უნდა გქონდეს, რომ იაზროვნო, რომ ეს როგორ იქნებოდა თამარის მამა თამარზე ახალგაზრდად გამოიყურება ფრესკაზე, ხო? გარდა მაგისა, ის დავითი საერთოდ აბა ებრაელები დააყენე, მსგავსება არ არის. დღევანდელი ებრაელები ახლა აიღე ნებისმიერი ებრაელი და დააყენე მის გვერდით, დავითის გვერდით, მსგავსება არ არის, ხო? შუქი არ არის? ახლა გამომერთვება ეს, ესე იგი. კაი, მალე უნდა დავასრულო. მსგავსება არ არის, ხალხო, მაგრამ ეს რა ფენომენია, ამას ჩვენ ჯერ არ გვეუბნებიან, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ეს რაღაცნაირად გამოვიძიოთ, რომ რა ხდებოდა საერთოდ რა, ვინ ვის შეერია. რატო იყვნენ ეს სემით, აი ოსმანები არიან სულ სხვა გარეგნობის. საიდან მოვიდნენ და ვინ არიან საერთოდ არა ვართ ჩინელებიც მაგალითად. ვიდრე ის წარმომადგენლობა, ვინც ჩვენ აქ საქართველოში დგავართ. ხო და ანუ გასაკვირი ის არის, რომ კი მაგრამ თუ ნოეს შთამომავლები ვართ სულ ყველა, ხო? მაშინ მსგავსებითაც ერთნი უნდა ვიყოთ და თუ ერთნი არ ვართ, მაშინ გასარკვევი გვაქვს, ვინ შეერია საერთოდ. აი კაცო, ადამიანთა მოდგმას, ასე ღვთიურ მოდგმას ვინ შეერია? ხო? მე დამეთანხმებით ახლა ებრაელების და ქართველების, რომ გამოკვლევას რაღა უნდა. მაგრამ გამოკვლევას ის უნდა, რომ სურვილი უნდა კაცობრიობაში გაჩნდეს, რომ იკითხოს და კითხვები დასვას. მაგრამ ვინც კითხვებს სვავს, დღემდე იშორებდნენ. ახლა დღემდე ვეღარ მოიშორებენ, იმიტომ განადგურდება, მიწასთან გასწორდება უკვე ყველა ის ადამიანი, ვინც სრულობდა, ვინც სიცრუეში იყო. ცრუ ისრაელი ნადგურდება და მიწასთან სწორდება უკვე რა და ამიტომ რა ვიცი ახლა ვინც მართლა ებრაელი არის, რომელიც ნოეს შთამომავალია, ცოტა გამოფხიზლება სჭირდება ახლა იმ ებრაელს, იმიტომ რომ ხო ხედავთ რომ ნახეთ რა ხდება რა, სიცრუეში გვამყოფებიან და კაცი ჭამიაობა დაიწყეს უკვე და არ ამგონია რომ მე ნოეს შვილს კაცი ჭამიაობა დაიწყო რა. აქ სულ სხვა რაღაცაა, ვიღაცეები არიან შერეული. კაცობრიობა შეერია რაღაცა რასა. და ამ რასამ მე მოიცვა ეს ებრაელი დაიბრალა თავის თავზე და ებრაელი, ანუ ბრალი აქვს, დაიბრალა, ებრალა. ანუ ენი დაიბრალა, ენი ბრალა, ანუ ენი შებრალა რა, მოკლედ ერთი სიტყვით. გამოფხიზლდნენ თვითონ ებრაელები რა. ჩვენ ახლა ვერ მოგვატყუებენ მაგაზე მარტო ეთნიკური გარეგნობის გამო. მაგრამ
თავის თავსაც მოატყუებენ ეხლა რომ ხომ ხედავენ რომ ესი არ არის არა და თავიანთ გენში რომ რაღაცა დაავადება აქვთ ისეთი რომ არც ერთ კაციშვილი დედამიწაზე არ ჭირს და მარტო მაგათ რო ჭირს ხო უნდა იკითხონ რომ საიდან მოდის კაცო ეს დაავადება და ვინ არიან საერთოდ ესენი ხო ნუ ეს შემომავლობას არ ჭირს ეგ დაავადება და მაგათ რატო ჭირს ანუ რაღაცა არის ის და ასაკს მიახსევს ადამიანი და მე უკვე სისხლი ეშლება და კვდება რაღაც და ქვია მაგ დაავადებას და ესე იგი რაღაცა შერევა მოხდა მაგათთან რა გენის შეცვლა მოხდა ჩარევა მოხდა თუ რა მოხდა კაციშვილმა არ ვიცით ჯერ მაგრამ არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს ხომ ასია ხო და ებრაელებს ვეუბნები რომ გამოიკულიეთ ეგ საკითხი ხალხო ესე რო არ ვიჩხუბოთ რომ აი არა მე ვარ ებრაელი არა მე ვარ ქართველი არა მე ქართველი ბიჭო ქართველი არის წოდება აი როგორც რომაელი იყო წოდება ხო შეგეძლო ჩაწერა სექტასავით კი არა და როგორ აი სახელმწიფო შეიქმნა და იქ შედიოდა ის ხალხი ვისაც წერა კითხვა შეეძლო უნარი ჰქონდა ამის ვინც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა მაგრამ ქართველი საქართველოში ეგრე იყო ტერიტორიას ერქვა საქართველოში და მე ტიტული ეძლეოდა ქართველია რატო არ ქართველი იმიტომ რომ ამენას ფლობს იმიტომ რომ ეს იცის აი განდობილია თუ რაც არის ხო ახლა ზუსტად საქართველოს ტიტულს რა კრიტერიუმები ქონდა რომ დაგეკმაყოფილებინა ეგ არ ვიცი ჯერ არ ვიცით მაგრამ საქმე იმაშია რომ გარეგნულად ახლა ადამიანს რო ხედავ ხო გარეგნულად ის ხდები ვინ წარმომადგენელია ხო არის ესეთი მომენტი რა რომ ჩხუბი არ არის აქ საჭირო უბრალოდ გამოკვლევაა საჭირო და ჩვენ ხო გვინდა ახლა მართალ ადამიანს უნდა რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქოს კარგი დედიკო რასაკეთე ყველაფერს თავისი სახელი დაერქოს და ცრუს არ უნდა რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქოს იმიტომ რომ ყველაფერს თავისი სახელი რო დაერქოს მე ყველა მიხვდება რომ ცრუობდა ვიღაცა ხო ამიტომ ვისაც გამოკვლევა არ სურს და რაღაცებს მალავს ის ცრუა დედა ფაქტიურად ცრუა ხო დედა ისო შენი ძველი ტელეფონი სად არის აი დასატენია მე მგონი ისიც ხო და მაგრამ სად არის არ ვიცი პრინციპში მოკლედ ცოტა გამოფხიზლება კი არა სერიოზულად გამოფხიზლება გჭირდება რა იმიტომ რომ ებრაელსაც და ქართველსაც ერთად თუ არ დადგნენ ახლა ეს ებრაელის და ქართველის ხო როგორ გინდათ რომ მეორედ მოსვლა მოვიდეს და ებრაელებსაც მოუწოდებ რა იცით რა არის დაცემული ანგელოზები უკვე მრავალი ათასი წელია ელოდებიან მართალი კაცის მოსვლას იცით თქვენ როცა მოვა ის მართალი კაცი იმას უკვე ელოდებიან რამდენი ათასი წელია და თანაც გამოკეტილებიან და ამოქოლილებიან სადღაც ჯურღმულში ისინი ყველა უნდა გამოვიდეს ხო და ცოტა შეიბრალეთსავით რა ამ ებრაელებმა შეიბრალეთსავით ის თქვენი დაცემული ანგელოზები რომ კი გასაგებია რომ შეგვაცდინეს რაღაცა შეცდომა დაუშვეს მაგრამ ჩვენი ღმერთი ხო მიმტევებელია და მე არ ამგონია ისინი თუ შეინანებენ ჩვენმა ღმერთმა არ შეიბრალოს გესმის იახვე არ არის მიმტევებელი ის კლავს მაგრამ მე კიდევ დაგაწყნარებთ რა თქვენ იახვეს ადიდებთ მაგრამ იცი ქრისტემ რა გითხრა ჩვენ ჩემი მამაო ხო სიყვარულის მქადაგებელიაო და როგორ შეიძლება ახლა ქრისტეს შეეფერებოდეს იახვე მკვლელი ღმერთი როცა ქრისტე ქადაგებს სიყვარულს და პეტრეს ეუბნება ჩაიდე ეგ დანა არ იცი ვისი მოდგმის ახარ არ მოკლა ყურიც არ მოაჭრა ხო და როგორ გონიათ ახლა ქრისტეს მამა იმად გაიმეტებს მოსაკლავად ვინც შეინანებს თუნდაც ის დაცემული ანგელოზები იყვნენ თუნდაც ეს ებრაელები ქრისტე რომ მოკლეს ანუ მე ვფიქრობ რომ ებრაელებმა თავისი სისხლი გამოისყიდეს აი ჰოლოკაუსტის იმ ვითარებით და გონს მოეგეთ და შეინანეთ რა ანუ თქვენ თუ შეინანებთ ხო ბოლოს ჯამი მოსულია და შეინანეთ და თუ შეინანებთ გეუბნებით რომ გადარჩებით მეთქი და თუ ვერ შეინანებთ როგორ გადარჩებით ვერ გადარჩებით დედამიწა იღუპება უკვე ხო და დედამიწა თქვენ გონიათ ხა დედამიწას ვინმე მოერევა ვერავინ ვერ მოერევა კაციშვილი რაც უნდა ატომური ბომბი ააფეთქე დედამიწას ვერ მოკლავ მაგრამ კაცობრიობას და ცივილიზაციას გაანადგურებ კი
ხო და შენ თუ ეხლა ებრაელს ვეუბნები რა, ისევ იმ პოზიციაში და ის თამაში დაიწყე, რომ მე ვარ, ვინცა ვარ, არავინ არა ხარ, მე არის აი იქ, ღმერთის არის მე. გესმის, შენ ახარ უბრალოდ ის, ვინც ხარ. და რა თქინდა ეხლა, აი მე თაყვანეთ, მეც პატივი, მე ის, მე ეს. ხო? ისა ვარ, ვინცა ვარ და სულაც არ გვინდა ეხლა მეობა დავიწყო და ჩემეობა და მიჩემება და მიჩუმება. ძალიან ბევრი ქართულად მოლაპარაკე ებრაელი ახლა მე ხო ხედავ რა დადის მანქანების ნომრებზე ყველას თავისი აწერია ეს ჯიუდა ეს ჯელელი და ელელი და ჯიუ პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან ბევრი ებრაელია უკვე ერთმანეთს უკვე ისე აგებინებენ რა მართალია კოდური ენა მაგათ ჩაიგდეს ხელში მაგრამ იცით რა არის თამბარი მოვიდა აგერ და ქართველების გამოაფხიზლა და ძალიან გთხოვთ ეხლა ამაზე ხო არ დავიწყებთ ჩხუბს არა მე ჩემია ესენა და არა ჩემია ესენა ესენა ყველასია ამენაზე უნდა ილაპარაკოს ყველამ სულიწმინდის არის ესენა სულიწმინდა გვაძლევს ამენის საშუალებას პირველად თავდაპირველად ეს სულიწმინდის არის სიტყვა და ეხლა ვერ მიიჩემებ იმ სიტყვას მაინც შენ რა მიიჩემებ და მე ნახავ რაც მოგივა მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ამ ენით საუბარი სულიწმინდის გარეში არ ხდება და თუ ადამიანს პირში სიტყვა უდგას და ქართულად საუბრობს ის სულიწმინდასთან კავშირშია რა და ნუ დაიწყებთ ახლა ამ სულიწმინდის გაბრაზებასაც რა გინდა გითხრათ ებრაელებო აი გეუბნებით დედას ფიცა ვარ ახლა დედას ფიცი დავიწყე რა დედას ფიცა ვარ დედა ღვთაება ყველას შეინანებს აი მამა ღმერთი იახვე შეიძლება არ შეგინანოთ ის კი არა აგერ ეგვიპტელები გაანადგურა ებრაელების გამო ისინი მოკლა ვინ აღარ მოკლა ბავშვები ამოხოცა ისქნა ბიჭო დედა ღმერთს არ უნდა ესეთი მკვლელობები და სისხლიზო დედა ღმერთი არის შემწყნარი იმას შექმნა და იმისგან გამოვიდა დედას შვილი რო უყვარს ისე მამას არ უყვარს ალბათ რა იმიტომ რომ ტკივილებით გააჩინა ეს შვილი და თქვენ რა დედა ღვთაებას გონია რომ ტკივილები არ ქონია ჩვენ რო გაგვაჩინა და რა ტკივილებშია აგერ უკვე შუმანის რეზონანსმა დააფიქსირა რომ დედა მიწამ უკვე გულის ფეთქვა დაიწყო მის გულის ცემა დაიწყო უკვე რა შინა განვა უკვე გაღვიძება დაიწყო დედამიწამ და ეს იცი რას მოასწავებს პირველ რიგში ჩვენი სიტყვა შეისმინა და თხოვნა შეისმინა იმიტომ რომ ვუძახეთ დედა ღმერთს და დედა ღმერთი გავააქტიურეთ გესმის ამას ვეღარ გააჩერებთ ამიტომ გირჩევნეთ შეინანოთ დედა მობიერია და შეგიწყნარებთ და შეგიწყალებთ და მამა აგერ ვიცით რომ გკლავთ მაგრამ მამის მარჯვნივ დარჯდა ქრისტე და მამას აღარა აქვს ძალაუფლება დამარცხდა ანუ ქრისტეს მარცხნივ ზის იახვე გესმის ანუ დამარცხებულია მამამისი მკვლელი ღმერთი შვილმა ძე ღმერთმა ის იმით რომ მარჯვნივ დაუჯდა მამა უკვე დაამარცხა ანუ ლოგიკურად კი არა აგერ სიტყვის მეშვეობით რომ იმჟეროთ მარცხნივ დაიჯინა ქრისტე მარცხნივ დაიჯინა მამის მარცხნივ კი არ დაჯდა ქრისტე კაცო მარცხიენით არ ისაუბრა მარჯვენით ისაუბრა და მარჯვნივ დაჯდა ასევია ნებისმიერი ის ქალი რომელიც ახლა გააქტიურდა მარჯვენით ისაუბრებს და მარჯვნივ ქრისტესთან ერთად იქნება და ასე ქალები გეუბნებით რა ანუ დედის გული გეუბნებათ თქვენ რომ შეინანოთ ხომ იყო იოანე ნათლისმცემელი და ასე ქრისტეს მოსვლას ქადაგებდა და შეინანეთ ეხლა იოანე ნათლისმცემლის მსგავსად არის სულიწმინდა მოსული და გეუბნებათ შეინანეთ ბიჭო დედა ღვთაება შეგიწყალებთ თქვენს გესმის ვინც ქართულად საუბრობთ ეხლა ებრაელებო და ვინც ქართული იცით რა 100% ეს გეუბნებით ეხლა და იცოდეთ ვერ შეიწყალებს ყველას მაგრამ ვინ შეინანებს იმას შეიწყალებს ინანასთან არის კავშირი გესმით ინანა არის დედა ღვთაება და ინანა მიგიღებს სინანულით თუ შენს ინანა არ ურევია მაშინ ვერ მიგიღებს ვერ დაგინახავს უბრალოდ რა აი ხო მიხვალ მასთან და ვერ დაგინახავს საერთოდ ვერ აღგიქვავს ამიტომ ვერ დაგინახავს და ვერ შეგიყვანს თავში
და დარჩები იქ, სადაც მერე კაცობრიობა გაანადგურებს აქ მერე ერთი დიდი ატომური ბომბით ყველაფერს და მოხვდები იმ ცეცხლში. თქვენ გონიათ ეს ახლა ეს ომი დასრულდება, ვიღაცებს უხარიათ და რაღაცა ეფრატის ზღვა უნდა გადმო ჭრას ჩინეთის ჯარმა და რაღაცა უაზრობები მოთხარეს, არ ვიცი საიდან მოიტანეს და საერთოდ იქ წერილებში, რომ ეფრატის ზღვა ჩინეთის ჯარმა უნდა სისულელეები რაღაცა და ამაზე ფიქრობენ, რომ აი მეორედ მოსვლა კიდე გადაიდო და იმედები აქვთ რაღაცის რა. 2036 წელს უკვე ყველაფერი დასრულდება. 2036 წლამდე თქვენ გონიათ, თქვენ ლაპარაკს დაიწყებთ ქრისტეს ენაზე? საბარჯიშო გაქვთ სერიოზული, მეც ასევე. აღსადგენი გვაქვს ეს ენა ნულიდან დასაწყები გვაქვს, წერტილიდან უბრალოდ წერტილიდან ნულამდე. წერტილიდან წერტილამდე თუ გინდა და წრეწირი რო ვწიროთ, აი ეს გამოვა ის რომ დრო უკან კი არ დაუბრუნდეთ, აი ესე მოიღუნება და წერტილიდან წერტილამდე მივალთ რა და კარიც იქ იქნება. მადლობა მარინემ, შვიდ საღამოს გისურვებ თამარო. ხო და მე პირადად მე ხო არანაირი ამბიცია არ გამაჩნია იმის რომ შენ რამე დაგარიგო და თითი დაგიქნიო რა. უბრალოდ მე გულითადად გეუბნები, რასაც მაფრთხილებენ ზეციდან და რასაც მაწვდიან, იმას გაწვდი შენ და ეხლა ნება შენია, შენ მიიღებ ან არ მიიღებ ამ ინფორმაციას, ხო? მე ასე ვხედავ ამ ყველაფერს. ერთი პერიოდი მე გავრაზებული ვიყავი, აი სანამ ამოვიცნობდი საერთოდ რაში იყო საქმე, შინაგანად ეხლა ხო ვიცი რომ არასწორობა ხდება და ამ უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ეხლა მივხვდი რაშიც არის საქმე და უბრალოდ გაფრთხილებთ და ვისაც გინდათ გადარჩით, ვისაც არ გინდათ ნუ გადარჩებით. ეხლა ეგ ჩემი საქმე უკვე თქვენი გადასაწყვეტია რა. თქვენი გადასაწყვეტია ეს რომელ გზას აირჩევთ. ხო, ასე რომ ისენა ვისაც არ გესმით რომელ ენაზეც მე ვსაუბრობ, ხო? არ მიკვირს მეთქი, იმიტომ რომ ეს ძალიან რთულად გასაგები ენა არის. იმიტომ რომ ეს მხოლოდ წმინდა გრალში შეიძლება გაიხსნას ეს ენა. თუ სისხლს არ გაწმენთ, ხო? ვერ გაიხსნება, შენში ვერ გაიმარჯვებს ის ქართული გენი. თუნდაც აი მაგალითად გქონდეს ებრაელისა და ქართული გენი, ხო? ებრაელისა და ქართულის ის იყო შვილი. შენ თუ ამ სისხლს არ მისცემ საშუალებას რომ გაწმინდოს, ქართულ სისხლს არ მისცემ იმ სისხლს რომ გაწმინდოს, ხო? საშუალებას ქართულ გენს არ მისცემ რომ გაწმინდოს სხვა სისხლი, მაშინ არ ვიცი გაიხსნება თუ არა შენში ეს ენა და შეიძლება გეგონოს რაღაცებს ვბოდავ და ეს რა არის და ძალიან ბევრს გვესმის უკვე ეს ენა და ვსაუბრობთ ამენით და ლაზარესენით აგერ სიდონში უკვე რა ვიცი რამდენი 10 კაცია ავლაპარაკდით, 10 კაცი კიდე იმის იქით კიდე რამდენია რომელიც ლაპარაკობს და უბრალოდ სიდონში არ არის და არ გაუგია. აგერ ჩემი მაყურებელი კიდე არის კიდე ზაალომსიანი ძის საძმო, წმინდა გრაალის საძმო და არ ქვის თუ რაღაც სხვა არიან, მაგრამ ნახე კიდე არის ცინცაძე, რომელზეც ბოლომდე არ გახსნია ყველაფერი. ძალიან ისე გაეხსნა რა, ნახევარ ფეხზე და პროფესორი გახდა, მაგრამ ვურჩევდი რომ თავს ნუ დაიღუპოს, ანუ კარგად გახსნას ეს ქართული, ანუ ნახე ეხლა რა არის რა. ვინც შემიაობას დაიწყებს, ჩემიაო და მიიჩემებს, იმას სულიწმინდა არ აპატიებს. ქართველი იცი რას იზავს? ქართველი იტყვის რომ ეს ჩემი კი არა, სულიწმინდის არის და ეგრეც არის. სიტყვა ეკუთვნის სულიწმინდას. ჩვენ არც ერთი სიტყვა არ გვეკუთვნის. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ სულიწმინდის ენაზე ვისაუბროთ, მაგრამ კუთვნილებაში ჩვენში არ არის ჯერ. გესმის ეს? ხო და აი ასანიშვილსაც მაგალითად თამარ ასანიშვილსაც ხო უთხრეს რომ თამარ მეფე ხარო და აბა მიდი მიიყვანო თამარ მეფის აკლდამასთან აბა რას აკეთებს მე თამარ მეფეა და ყიდის წიგნებს და თავის სულიწმინდის ენას თავისად ასაღებს არ შეიძლება ეგრე შემოკარგება რომელი სულიწმინდა გამოყიდის თქვენ სულიწმინდის სიტყვის გაშიფრას აი მასში სულიწმინდა რომ არ არის მანდედანი გზნობა რომ სულიწმინდის თუ ვთქვათ რაღაცა არ მოიპარა და გაიხსნა მართლა და მე ის ფულად აქცია ეს არის ებრაული ეგ დაცემულია ეგ არ არის ამაღლებული ეს სულიწმინდა თუ გაგეხსნა და შენ იმას ვერ ხვდები რომ ეს კი არ უნდა გაყიდო არამედ რაც შეიძლება მეც უთხრა და გააგებინო მაშინ მე ვერ ვხედავ შენში სულიწმინდას რა
სულიწმინდა ვისაც გაუხსნა სიტყვა, ის სხვასაც ეუბნება, გადასცემს, მარილია. მარილის ფორმულა ხო გითხარით როგორია რა? მარილის ფორმულა არის გავცე წინ და უკან და გვერდებზე. ჯვარივით რა, გავცე, განზე გავიდე და შაქრის ფორმულა არის მარტო მე მინდა რომ ვიცოდე. მარტო მე და არავინ არ უნდა სხვა მარიცოდეს. და მარტო ჩემი ანმა. ეგ შაქრის ფორმულა ჩაწერეთ რა. მარილის ფორმულა, შაქრის ფორმულა. შაქრის ფორმულა არის ოხებს აძახებინებს, ოხს და მარილის ფორმულა არის კ და ც, ანუ კაცის ფორმულა, მოკლედ ერთი სიტყვით რა. ბევრი რაღაცა ერთმანეთთან კავშირშია და რა უნდა მეთქვა? ჩვენ უნდა გამოვიძიოთ რა, ესე არ შეიძლება რა. რომ ვასწავლოთ ის, რომ თამარ მეფე თურმე ებრაელი ყოფილა რა და რანაირად ყოფილა ებრაელი ბიჭო. ებრაელი როგორ გამოდის, თუ ნოეს მოდგმა არის, კაცობრიობა ებრაელი არ გამოდის. იბერიელი გამოდის, ჰებერი, ხეთი. ბრალი არა აქვს ქართველს, იმიტომ რომ ქრისტემ გამოიხსნა მას. ის ბრალიდან გამოიხსნა. დიახ, შენ ხარ მარილის ფორმულაო, მარინა მეუბნება. ხო, ფორმულა მარილად უნდა ვიქცეთ და ტყუილა კი არ თქვა ქრისტემ ბიჭო, ანიდა ჰოეში ჩაიხედეთო და ყველაფერი გაგვიხსნა. მე პირადად არსად არაფერი არ წამიკითხავს ქართულ ენაზე, გამიხსნა მხოლოდ ქართულმა ანბანმა. ამხელა ინფორმაციები გამიხსნა ხალხო. რა ვიცი ახლა როგორ გითხრათ, შეიძლება სულის მეხსიერებიდანაც ამოვიღეს ყველაფერი, მაგრამ სულის მეხსიერებაში ყველას შეუძლია ჩავიდეს. მე ხსიერებაში, გესმის? ნახე, მეს ხო გითხარით, აი მე აქ არის და უნდა შემოვიტანოთ მე ვარ, მე ვარ, შენ ვარ, ის ვარ და ვარ დონი. ვინ ვარ? დონი ვარ. თქვათ, აი მე ხსიერებაო. მეს ხე სიერებაო, გესმის? სის ერიებაო. მეს ხეს აბია სიერი და სი რა არის? სი არის სარინი. და სარინი უკან რო წავიკითხოთ არის ინირასი, მოიცა? ს არ ინირასი. სხვათა შორის ინასარიძეც წერია შიგნით. ინასარი არის. მეს ხო, შესაძლებელია ამ ინასარიძის ხაზზე რო ვარ, იქიდან მომაქვს ეს მეხსიერება და მეხსნება. სარიელი ხო იყო? აი მარისგან ვიცი ეგ გამახსენა მარი. სარიელი იყო ერთ-ერთი მფარველი ანგელოზი. ანუ ეხლა ნახე, ფარი არის, რაფაელიც მფარველია, მიქაელიც, გაბრიელიც. და სარიელი არის აი ამ ინასარიძის ხაზი, ალბათ, რა ვიცი, ეხლა ეგრე სულიწმინდა ხო იცით, არაფერს შემთხვევით არ დაალაგებს და ყველაფერი რაღაცასთან არის კავშირში. ამიტომ სარები ხო, ორიონის სარებია, აი მოისმინეთ რა ის სულიწმინდის სიმღერები, აუცილებლად. მართალია ნინო არ დამეთანხმა მე ამაში რომ სულიწმინდაო, მაგრამ აბა ვინ არის, ვინ მღერის მაშინ, ეშმაკი? თუ მე მღერი ვარ. არც მე არ მღერი ვარ და არც ეშმაკი, სულიწმინდა მღერის იმას. ბოლო ლაივში 2 საათნახევრიანი მთელი გეგმა რო არის სიმღერებში გადმოსული სულიწმინდის. ის ორიონის ლას-სარიაო. ლას-სარი, ანუ ლას-სარი არის ლაზარეც და ლას-სარი არის სარი. ლას-სალ ოსის. ლას-სარი არის სარი სალოსის სარი. სალოსი მეგობრებო, სვანურად არის სუფთა. აი სალოსი ახლა რო თავს რომ მოიგიჟიანებს ღმერთის გამო ესეთ რაღაც აღწერე, მაგრამ სვანურად აბა ჩაიხედეთ რას ნიშნავს სალ. სუფთა და გადარეული.
გადარეული, ახლა გადარეულიზე კი არა რომ გიჟი. აი რო ვერ გაიგებ რას ლაპარაკობს, რას იძახის, რატო აკეთებს ესე, აი ვერ გაიგებ სალოსისას, იმიტომ ვერ გაიგებ რომ სვანურ სიტყვაში უნდა ჩაიხედოთ რას ნიშნავს ზუსტად სალ. და სალს რომ გაიგებთ, მე თვითონ იქიდან ფუძი არის და ამოიღებთ იმ ინფორმაციას. ამიტომ გეუბნებით სვანური ენა თუ გაქრა, ჩვენ ვკარგავთ დიდ ცნობიერებას და მე უკვე სიბრძნე ვეღარ აღდგება. სიბრძნემ შექმნა ეს ანბანი, ფიც ანბანი ქვია მაგას. ასომთავრულით, რომელიც არის აუცილებლად მნიშვნელოვანია სვანური ენა, რაც შეიძლება მეტად ელაპარაკეთ თქვენს ბავშვებს სვანურ ენაზე, რომ ეს ენა კი არ უნდა იყოს მხოლოდ აი როგორც ეთნოსის ენა, არამედ დაცული უნდა იყოს ეს ენა რა. მე ვისურვებდი რომ დაცული იყოს ეს ენა, რომ არ მოკვდეს, იმიტომ რომ თუ ეს ენა მოკვდა, ხო აი როგორც ფუტკარი რო კვდება, ხო? ისე კვდება მე კაცობრიობაც რა. დამერწმუნეთ. სვანეთიდან მოდის, ნოე იყო სვანი ხალხო და ნოიქიდან მოდის მე განვითარდა მე მეგრულად ოდნავ დაიშალა. აი აქ უკვე მე ბაბილონის გოდოში ვინც მიიღო მონაწილეობა, იქ არია რაღაცეები, გესმის? და სვანებს არ მიუღიათ ბაბილონის გოდოში მონაწილეობა. აირია, ყველაფერი ქაოსი შემოვიდა უკვე. და იქ შემორჩა სუფთა ენა და იქ რომ შემორჩა სუფთა ენა, იქიდან უნდა გამოვიღოთ ინფორმაციები. განა იმიტომ რომ გამოვიყენოთ. გამოყენებაზე არ არის. ჩვენ უნდა აღვადგინოთ მეხსიერება. გესმის? გამოყენებაზე არ შეიძლება ეგრე გამომყენებლობითი სულიწმინდა არ არის. პირიქით გასცემს სულიწმინდა და რასაც გასცემს შენიაო გეუბნება და ჩვენ თუ ესე ვიფიქრებთ რომ ვისწავლი და მე იმათ მოკლავ და ეს ჩემი იქნება, შენც მოკვდები მალე, იმიტომ რომ ის მეხსიერება იმ გენშია და გენს თუ მოკლავ შენ ვერ განავითარები, არ შეიძლება ეგრე. ვერ ისწავლი, არ მოკვდება ეს ენა მაინც თუ შენ ამ მიზნით ისწავლი სვანურს, რომ შენ მერე ისინი გაანადგურო. არ შეიძლება კი არა, შენ თავისთვის გამოგაქ სასიკვდილო განაჩენი. საიდან სად მივედით, ხო? ხო, მოკლედ ისევ და ისევ მივდივართ, როგორც სულ კალმახი ესე თავის ქვირითის ასადებად, რომ ისევ იმ ადგილზე მიდის, საიდანაც წამოვიდა, ესე ხდება ეხლაც. სვანეთიდან, ანუ ნახე როგორ სვანეთიდან წამოვიდა კაცობრიობა, მაგრამ სვანეთში ავიდა ჯერ ნოე, რაჭიდან სვანეთში ავიდა და არარატის მთაც აი ეს ტერიტორიები ხარო თურქეთს ეკუთვნის, ვითომ თუ სასონხეთს, ხო? ეგენი იყო ის ადგილები, სადაც ნოეს შთამომავლობა დაბინავდა, მე გადაინაცვლა და საბოლოოდ ავიდა სვანეთში. იქ არის მთელი განძეულობა. ისა, იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ ახლა მიდი და დაესხითავს. არა. მათ აქვთ სული წმინდის მცველები არიან ისინი. სული წმინდა შემონახული ყავთ. ანუ მე ყავთ, ესე ვიტყვი, აქვთ კი არა ყავთ. ხო, ნოე იყო შუან, იმიტომ რომ ბიჭო, შუამავალი იყო, აბა ღმერთები, ნახე, ეს ენოქი ელაპარაკება ღმერთებს და ღმერთებს ეუბნება, რომ ერთი მოდგმა მაინც გადაარჩინე, ყველას ნუ მოკლავე, ყველაზე მართალი მოდგმა მაინც გადაარჩინე და ღმერთი არის თუ ვინც არის, ვისაც ელაპარაკება ეს ენოქი, ხო? ის დაუჯერებს და ერთ შტოს გადაარჩენს. სიდონში ქონდეს იქ განხილვა, რომ საიდან წარმოიშობა სული. და საბოლოო ჯამში გავარკვიეთ, რომ სული არის ენერგი. ანუ ენერგიაა, ხო, სული. თუ ენერგიისგან წარმოიშობა, აბა დავუკვირდით ქართულ გრამატიკაში, ქართულ ასოების სახელებს უკუღმა კითხულობდნენ, ესე იგი გამოდის, რომ ენ არის ნე. ენია, ენი არის მეხუთე ასობგერა და უკუღმა წავიკითხოთ, ნახე, ნე გამოვიდა. ნეს სვანურად რა დედას რა ქვია? ნენე. ესე იგი სულს წარმოშობს დედა ღვთაება, დედა წარმოშობს სულს, ნენე. და ენი, ანუ სრული რო გავშიფროთ არის ინე.
ინენი. ინენი კიდე ინანასთან კავშირშია. ანუ სულს წარმოშობს დედა ღვთაება. გესმით თქვენ რა შესაქმე? დედა ღვთაება წარმოშობს სულს. ეს სვანურში მტკიცდება. ანუ სვანური ენა ამას გვიმტკიცებს, რომ არაფერი სხვა არ წარმოშობს სულს, თუ არა დედა ღვთაება. და დედა ირჩევს ვინ იქნება შვილის მამა. და არა მამა ირჩევს ვინ იქნება შვილის მამა, არამედ დედა ირჩევს ვინ იქნება შვილის მამა. დალი ირჩევს მონადირეს და არა მონადირე დალის. გესმის? ხო, ძალიან საინტერესოა რა, ეხლა თუ ვისაც გაინტერესებთ ეს, უნდა ჩაეძიოთ რა ამ საკითხში და პატივიც უნდა სცეთ იმას, რისგანაც და საიდანაც მოდიხართ, თორე ეგრე ეხლა დატაცებაზე თუა, მაშინ დაინგრა ეს ყველაფერი და ეგ იქნება რა. აბა ეხლა წავედი გაკოცეთ და იფიქრეთ მაგას. იფიქრეთ. გაკოცეთ.